ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. ინფორმაციას აფხაზეთის ეგრეთ წოდებული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მოქალაქეებს ვთხოვთ დაიცვან უსაფრთხოების ზომები, არ იმყოფებოდნენ საფრენი აპარატის პირდაპირი ხედვის ზონაში. ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა გაფრთხილების გამოცხადების მიზეზი. ოკუპირებულ აფხაზეთში დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. ქუთაისის ავტობანზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ორი მგზავრი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს ევაკუატორი და მიკროავტობუსი შეეჯახა. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული. 14 დღიანი პატიმრობის შემდეგ ვახოსანე ამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ადგილზე ჟურნალისტ ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ. სანაეს პატიმრობა პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე დაწერილი სტატუსის გამო ჰქონდა შეფარდებული. ამდენჯერაც არ უნდა ჩავქვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, თქვა ჟურნალისტმა იზოლატორის დატოვების შემდეგ. კალაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსთაველის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება. გავრცელებულ ცნობებს, რომ შესაძლოა სამუშაოები გაჭიანურდეს, მან სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ამას თაღლითები ამბობენ. მოგვიანებით სოციალურ ქსელში ბესიკ დონაძემ დაწერა, რომ ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით წესით გამზირის რეაბილიტაცია არა ნოემბრის, არამედ ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. კალაძე კი სიცრუეში დაადანაშაულა.